მე ვფიქრობ, რაც მრავალფეროვანი იქნება, მით უკეთესია. მათ შორის რუსულის ბევრი კარგია. ხოლო დეოკუპაციის შემდეგ. ჯერ ეს ერთი მრავალფეროვანი ბაზარია საკმაოდ. თანაც ბიზნესმენებს ალბათ აწყობთ მაინც რუსეთი უფრო ახლოა ვიდრე ევროპის სხვა ქვეყნები და შემოსატანად უფრო იო. ჩვენი პროდუქციის ექსპორტი რომ მოვახდინოთ. იმიტომ რომ დასაღების ბაზარი ძალიან ცოტაა. ქვეყნის ეკონომიკა არ ვითარდება თუ ექსპორტი არ აღემატება იმპორტს. აქედან გამომდინარე აუცილებელია ორიენტაცია საქართველოს მოახდინოს ექსპორტის გაზრდაზე და ამის შესანიშნავი საშუალებაა ჩვენთვის, ჩვენი გეოგრაფიული მდგომარეობის გათვალისწინებით რუსეთში ექსპორტის გატანა, იქიდან გამომდინარე რომ ბაზარი არ არის ათვისებული და ასე ვთქვათ, ქართულ პროდუქციას შეუძლია კონკურენცია გაუწიოს რუსეთში, უფრო მეტად გაუწიოს კონკურენცია, ვიდრე გაუწევდა სხვა პროდუქციას, ასე ვთქვათ, ევროპაში ან სხვა რომელიმე ბაზრებზე. ერთი ეს ფაქტორია და მეორე ფაქტორი ეს არის, რომ ესე იგი რეგიონალური ინტეგრაცია ეკონომიკური ეს არის აუცილებელი იმისთვის, რომ ჩვენ ავემსგავსოთ ევროპას. ნებისმიერი ბაზარი საჭიროა ნებისმიერი ბიზნესისთვის. ყველა ქვეყნისა კარგია, მაგრამ რუსეთი აგერ ახლოს არის, მოსაზღვრე არის და ძალიან კარგია. რუსული ბაზარი აუცილებელი არის, იმიტომ რომ ჯერ ერთ-ერთი დიდი ქვეყანაა და გასაღების ასე ვთქვათ არეალი თუ რა დავარქვა სივრცე არის ძალიან დიდი, ეს ერთი და მეორე არ ვიცი თანამედროვე ევროპის ქვეყნებიც ასე ვთქვათ ორიენტირებული არიან აქტიურ ეკონომიკურ თანამშრომლობაზე საერთოდ დიდ ქვეყნებთან, ხო? ну მით უმეტეს რა ვიცი რუსეთთან. ამიტომ ესე იგი საქართველოსთვისაც საქართველოს მოკლედ ისე უნდა მიუდგეს რუსეთს როგორც სულთა პოლიტიკური რაციონალიზმის თვალსაზრისით და პრაგმატიზმის თვალსაზრისით, რომ ხელი შეუწყოს, რა ვიცი მე, განსაკუთრებით წვრილი და საშუალო ბიზნესი შეუწყოს ხელი და არა იმდენად მსხვილი ბიზნესი, რომ ასე ვთქვათ თავის გასაღების ბაზარი ხონდეს რუსეთში. რა რატომაც არა.